ფაქტობრივად ამ ბრძოლამ ერთი მხრივ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოების საუკეთესო ნაწილი, ქართველი ერი იყო მომხრე დამოუკიდებლობის, ისწრაფოდა თავისუფლებას და ყველაფერს აკეთებდა მის შესანარჩუნებლად, მაგრამ მეორე მხრივ აჩვენა იმან, რომ ერთი მხრივ თვითონ საქართველოში არსებულმა, ასე ვთქვათ, არაჯანსაღმა პოლიტიკურმა ვითარებამ და მეორე მხრივ უპირველეს ყოვლისა მაინც ისტორიულმა, გარშემო არსებულმა სამწუხაროდ არეულმა ვითარებამ ესე სამწუხაროდ მარცხით დაამთავრა ის საოცარი წლები, რომელსაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წლები ჰქვია. თქვენ ბრძანეთ, რომ გმირულად იბრძოდა ახალგაზრდობა, იუნკრები ახსენეთ, მაგრამ ამავე დროს არასოდეს დავივიწყოთ, რომ მარტო იუნკრები არ იბრძოდნენ თავისთავად ცხადია, იბრძოდნენ ახალგაზრდები, იბრძოდნენ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და რასაკვირველია, ესეც აუცილებლად ალბათ დღეს ხშირად იტყვით, რომ იბრძოდნენ სტუდენტობაც და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი ან უნივერსიტეტელი არავითარ შემთხვევაში ისე ვერ ჩაივლის ხოლმე 25 თებერვალი, რომ არ ვახსენო ამ ბრძოლებში შეწირული მარო მაყაშვილი და სხვა სტუდენტები, რომლებიც ასევე გმირულად იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. თუმცა 25 თებერვალს თბილისი აიღეს საბჭოთა არმიამ. მაგრამ ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა დასავლეთ საქართველოში და მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა არმიამ ბრძოლით მოიპოვა მთელი, ასე ვთქვათ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, აი საქართველოს ფარგლებს გარეთ კვლავ გრძელდებოდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. მე მხედველობაში მაქვს ემიგრაციაში წასული საქართველოს ხელისუფლება და ქართველი პოლიტიკოსები. ბატონო ზურაბ, დღეს ქართველი დიპლომატისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი საკაკი ჩხენკელის პირადი დღეურებისა და საქმიანი წერილების პრეზენტაცია გაიმართება. მაყურებელს რომ ვუამბოთ, რა არის ასახული ამ დღეურებში. თქვენ აი აქ როგორც მაყურებელიც კადრში ხედავს, პუბლიკაციები გაქვთ მოტანილი, რატომ არის ამ დღეს აი ამ წიგნების წარდგინება მნიშვნელოვანი, ამაზეც რომ ვისაუბროთ. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ შარშან შესრულდა 150 წელი აკაკი ჩხენკელის დაბადებისთან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, საქართველოს ეროვნულმა არქივმა და თბილისის მერიამ მუნიციპალიტეტმა და საკრებულომ ერთობლივი ღონისძიებები დასახეს ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად, მათ შორის აი ამ თარიღთა, ამ ღონისძიებების ნუსხაში იყო აი ამ გამოცემების მომზადებაც. მოდით მე თქვენ ალბათ აჩვენებთ მაყურებელს, მაგრამ მაინც მე თქვენთვის სპეციალად მოვიტანე ეს ფოტო. ფოტო ასლია, რასაკვირველია. ეს გახლავთ ბევრი ფოტო არის დემოკრატიული რესპუბლიკის საქართველოს ისტორიის ამსახველი ფოტო დოკუმენტები, მაგრამ ამ ფოტოს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩემი აზრით. ძალიან ემოციურია, ეს არის ერთი მხრივ ტრაგიკული და მეორე მხრივ ჰეროიკული. რატომ? იმ დროს, როდესაც საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა არმია შემოიჭრა და განდევნა დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება, მოკლედ დაიპყრო ჩვენი დამოუკიდებელი სამშობლო, ზუსტად იმ დღეს ჩვენი ცნობილი დიპლომატი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი საფრანგეთში, პარიზში მიემგზავრება ელისეის სასახლეში ეტლით, ეს მის პროტოკოლის ხელმძღვანელთან ერთად, რათა საქართველოს საფრანგეთის პრეზიდენტს მილერანს გადასცეს წმუნებათა სიგელები. აი რატომ ტრაგიკული და რატომ ოპტიმისტური, ჰეროიკული იმ დროს, როდესაც მაშა სადამე საქართველოს იპყრობს საბჭოთა რუსეთი, ევროპაში კვლავ გრძელდება ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის და ზოგადად აკაკი ჩხენკელი ძალიან გამორჩეული ფიგურა გახლავთ ქართველ პოლიტიკოსთა შორის და მე გამოვარჩევდი უპირველეს ყოვლისა მის საოცარ ოპტიმიზმს. მას არ დაუკარგავს ოპტიმიზმი სიცოცხლის ბოლო წუთებამდე და მთელი ცხოვრების განმავლობაში იბრძოდა
და ასევე აიმედებდა, შეუძახებდა თავის თანაპარტიელებს, რომ არ დაეყარათ ფარხმალი დემოკრატიული რესპუბლიკის თავისუფალი დემოკრატიული რესპუბლიკის აღსადგენად. ის ხო ცნობილია, რომ მისი შეძახილი რისკის გარეშე არაფერი ხდება, ბატონებო. ეს 26 მაისის დღესთან დაკავშირებით, ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, მისი ცნობილი შეძახილი გახლავთ, რომელიც მან შემოუთვალა თავის თანაპარტიელებს, რომ უნდა გამოცხადდეს საქართველოს დამოუკიდებლობაო. როდესაც ამ დღეს ის სასახლეში მიდის, თავის დღიურებში ის ამას ძალიან მწარედ იხსენებს ამ დღეს, რა გვედეღე სასწაულებოდაო. არადა პროტოკოლის დაცვით საფრანგეთის პრეზიდენტმა დღესასწაული და საზეიმოდ მიიღო ის, მაგრამ ამბობს ის, როდესაც საქართველო იწვოდა, მე ჩემი მომზადებული სიტყვის ნახევარიც კი ვერ ვთქვიო. მე თქვენ წამოგიღეთ სწორედ აი ეს საოცარი წიგნები, ეს გახლავთ ერთი მხრივ დღიურები აკაკი ჩხენკელის 2 ტომი, რომელიც ეს სერია გაგრძელდება და კვლავ გამოიცემა და ასევე აკაკი ჩხენკელის საქმიანი წერილები და საუბრები. ეხლა რას წარმოადგენს ეს გამოცემები? ერთი მინდა გითხრათ, რომ აკაკი ჩხენკელის და მისი ძმის, ასევე ცნობილი ქართველოლოგის კიტა ჩხენკელის არქივი დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა შვეიცარიაში და ის გადმოეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს. ის ინახება ახლა ბიბლიოთეკაში, მუშავდება ფაქტობრივად, დამთავრებულია მისი დამუშავება, აღწერა და რუდუნებით ვუვლით მას. რატომ ესეც თუ შეიძლება გეტყვით, რატომ გადმოეცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს მაინდა-მაინც? ახლა ჩვენთან ბევრი კოლექცია და არქივი ინახება, მაგრამ აკაკი ჩხენკელს განსაკუთრებული როლი ჰქონდა, ეს მინდა იცოდეს საზოგადოებამ, იცის, მაგრამ მაინც გავიხსენოთ ხოლმე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეში. როდესაც 1918 წლის 26 იანვარს ჩვენი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა, პირველი სიტყვა სწორედ აკაკი ჩხენკელმა თქვა. და ეს მისი სიტყვა არის ერთგვარი მანიფესტი, როგორი უნდა იყოს უნივერსიტეტი. მოქალაქენო, ესეთ პირველი სიტყვა, რომელიც უნივერსიტეტის სივრცეში გაისმა, სწორედ ეს სიტყვა იყო. აკაკი ჩხენკელი იყო ამ შემთხვევაში როგორც ეროვნული საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და ამავე დროს ის გახლდათ თბილისის უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების თავმჯდომარე. მან დიდი ღვაწლი დაასდო ჩვენი უნივერსიტეტის დაფუძნების საქმეს. მე რა თქმა უნდა იცით, რომ 1 წლის მერე წავიდა უცხოეთში და დანანებით ამბობდა, იგონებდა შემდგომ, როდესაც მისივე ინიციატივით პარიზში გაიმართა უნივერსიტეტის დაარსებიდან 10 წლის თავი საზეიმო ღონისძიება, რომ ჩემდა სამწუხაროდ მე ვერ მოვახერხე და ვეღარ დავესწარი უნივერსიტეტში გამართულ ვერცერთ ლექციასო, თუმცა ის მუდმივად ადევნებდა თვალს უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს. მისი მაგალითად დღეს ჩვენ საამაყოდ ვინახავთ დეპეშას, რომლითაც ის მიესალმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, კერძოდ უპირველესად აკაკი შანიძეს და მთელს პროფესურას 1920 წლის 9 მაისს, როდესაც პირველი დისერტაციის დაცვა შედგა ჩვენს უნივერსიტეტში. ბატონო ზურაბ, დღიურები ახსენეთ თქვენ საუბრისას არაერთხელ, აი ამასთან მიმართებით მინდა უფრო დეტალურად რომ მკითხოთ, მაყურებელს რომ გავაცნოთ, აი ამ დღიურებში როგორ არის გადმოცემული მისი პირადი განცდები და შეხედულებები რთულ პერიოდში, მაშინ როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა საფრთხეში იყო. დღიურები 10 რვეულისაგან შედგება. ის მოიცავს პერიოდს 1918-1926 წელი. სამწუხაროდ ერთი რვეული, დიდი რვეული, როგორც აკაკი იგონებს, თვითონვე გაანადგურა და ეს ეთყობა ძალიან საინტერესო პერიოდის 40-იანი წლების, მაგრამ ის პირდაპირ წერს, რომ ეს ის დროა, როდესაც საფრანგეთში შემოდის ფაშისტური გერმანია და ჩვენ გავრბივართ მთელი საფრანგეთი და იქ ცხოვრები ადამიანები და ჩემს დღიურებში ძალიან ბევრი ანტიჰიტლერული ამბავი ეწერა და უშიშროების გამო მე გავანადგურეო. ზოგადად
სოფლიო ლიტერატურა ბევრი დღიურის პუბლიკაციას იცნობს. ყოველთვის ჩნდება ხოლმე აზრი, რატომ უნდა გამოქვეყნდეს დღიური, ეს ხომ ძალიან სათუთი და ინტიმური ტექსტია, ხო? როდესაც ადამიანი საკუთარ თავთან მარტო რჩება, ის საკუთარ თავს უზიარებს, ფიქრებს, მხოლოდ თავის თავს არა და შეიძლება მისი გამოქვეყნება არც კი ჰქონდეს ვინმეს გათვალისწინებული, მაგრამ აკაკი ერთგან წერს, რომ მე მიზნად მაქვს, რომ დავწერო ჩემი მემუარები და ჩემი ფიქრი, ჩემი შეხედულებები თუ რა ჯოჯოხეთი გამოიარა ჩვენმა საქართველომ და კავკასიამ, აუცილებლად დაუტოვო ახალგაზრდებს. ანუ მას ჰქონდა სურვილი, რომ აი ეს ნაფიქრი დაეტოვებინა მომავალი თაობისათვის. ეს არის საოცარი ტექსტი, მინდა გითხრათ, რომ ძალიან საინტერესო ისტორიკოსისთვის, პოლიტოლოგისთვისაც, ჩვეულებრივი მკითხველისთვის, იმიტომ რომ ხშირად თუ თქვათ ვინმე ასე დეტალურად ჩაუღრმავდება, დღიური განსხვავდება აკაკი ჩხენკელის თქვათ ოფიციალური გამოსვლებისაგან. და მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის დიდი პოლიტიკოსი, დიდი მოაზროვნე, რომელიც ფიქრობს და აი ამ ნაფიქრალს თავის თავთან მსჯელობს, ებაასება და ბოლოს შეიძლება სხვადასხვა გააკეთოს და ოფიციალურად სხვა რამ თქვას. ეს გაზეთის ფურცელი იქნება თუ ოფიციალურ გამოსვლებზე. არ დავმალავ და აქ ძალიან ესეთი საინტერესო დეტალებსაც აღმოაჩენს მკითხველი, თქვათ აკაკი ჩხენკელის დამოკიდებულებას ნებისმიერი თუნდაც თავისი თანამებრძოლების მიმართ, რა. ის ძალიან კრიტიკულად იყო გარკვეულ მომენტებში თვით ნოე ჟორდანიას მიმართაც განწყობილი და სხვადასხვების მიმართ. ეს მას ის ხშირად არც მალავდა, მაგრამ აქ უფრო გულწრფელად ლაპარაკობს, თქვათ, რაში არ ეთანხმება ნოე ჟორდანიას და სხვებს და რა მიაჩნია, რომ უნდა გამოსწორდეს. რაც შეეხება აი ამ საქმიან წერილებს, ეს გახლავთ აკაკი ჩხენკელის მიერ შექმნილი ჩანაწერები, ოფიციალური მიწერ-მოწერა, შეხვედრების ოქმები, სტენოგრამიული სტენოგრაფიული სიზუსტით გაკეთებული. მე მგონია, მე არ ვარ დიპლომატიის ისტორიის სპეციალისტი, მაგრამ ეს წიგნები უნდა იყოს სამაგიდო წიგნი ყველა ქართველი დიპლომატისათვის, ყველა პროფესორისათვის, რომელიც მომავალ დიპლომატებს ზრდის, იმის სანიმუშოდ თუ როგორი უნდა იყოს დიპლომატი, როგორ მუშაობს ის საკუთარ თავზე, როგორ ინახავს თითოეულ ჩანაწერს, მე როგორ აანალიზებს აი ამ შეხვედრებს და როგორ ტოვებს იმისათვის, რომ ხელმეორედ მიუბრუნდეს. ასევე ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ, ვინაიდან სამწუხაროდ ჩვენი საეთერო დრო იწურება. მაშინ, როდესაც საქართველო კვლავ ცდილობს, რომ მყარად დადგეს საერთაშორისო არენაზე, როგორ განსაზღვრავს მისი დღიურები და მიმოწერა თანამედროვე პოლიტიკურ საკითხებს? ძალიან საინტერესო კითხვა არის, მას მუდმივად აქვს იმედი ევროპული სახელმწიფოების. და ამავე დროს მას აქვს იმედი კავკასიის გაერთიანების. აი ზუსტად ის საქართველოს ნათელ მომავალს ხედავს იმაში, რომ კავკასიის ხალხები აუცილებლად გამონახავენ საერთო ენას და ამ გაერთიანებულ დავუშვათ ფორმაზე არ არის ლაპარაკი კონფედერაცია იქნება თუ სხვანაირი თანამეგობრობა, ამას დაეხმარება ევროპა. აი ამაში ხედავს აკაკი ჩხენკელი საქართველოს მომავალს. სხვათა შორის საქმიანი წერილები გრძელდება როგორც დიპლომატის, გრძელდება მას მერე, რაც ლეგაცია დაიხურა საფრანგეთში, ხო, 1923 წლიდან აკაკი ჩხენკელს ოფიციალური თანამდებობა აღარ ჰქონდა, მაგრამ ის აგრძელებს მიმოწერას, აგრძელებს მითითებების გაგზავნას ყოფილ დიპლომატებთან და აი ბოლო წერილი მთავრდება ინგლისში გაგზავნილი ყოფილ დიპლომატთან, სადაც ის პირდაპირ უთითებს რაღაცა საიდუმლო ინფორმაციას აწვდის და ეუბნება, რომ ნუ ჯერ არც სომხებს გავანდოთ ეს და არც აზერბაიჯანელებს, მაგრამ შენ გევალება იმოქმედო უპირველეს ყოვლისა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ
არ უნდა ავდო ჩვენს მეზობელ ერებს. აი ასეთი პოლიტიკოსი იყო აკაკი ჩხენკელი.